90-იანი წლებიდან ქაოტურად წავიდა და ამიტომ ბევრ შენობას თბილისში, როდესაც აი ეს 90-იანი წლებიდან მოყოლებულს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს დამახასიათებელი. წყალი არ არის შემოყვანილი, ტექნოლოგიურად არასწორად აშენებული სანიაღვრე არ არის გაკეთებული და შეიძლება გამორიცხვის საშიშროება. ამიტომ ჩვენ ყველა ესეთი კორპუსი ავღრიცხეთ და მაქსიმალურად ვეხმარებით იქ, სადაც ჩვენი დახმარება არის შესაძლებელი. ამასთანავე, ამას ეხებოდა სწორედ ინიციატივა, როდესაც ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობები თუ ბოლომდე ამთავრებდა მოსახლეობა, სწრაფად და ჯარიმების გარეშე ექსპლუატაციაში ვიღებთ. ესეთი ერთ-ერთი შენობა არის სწორედ ჟვანიას ქუჩა ნომერი 10, სადაც პრინციპში აი ყველა კორპუსი თქვენ ხედავთ, შესახლებულია უკვე ხალხი, მაგრამ მშენებელმა პირდაპირ თქვა გადააგდო და მას აღარ აქვს შესაძლებლობა რამე გააკეთოს და ესე ხალხი დარჩა პრობლემების ამარა. გარდა ამისა, მე მინდა ასევე აღვხსნა რა მნიშვნელობა აქვს გზების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. დღეს, როდესაც ეკონომიკა არის გაჩერებული, დღეს, როდესაც უმუშევრობა იზრდება, არის რამდენიმე გამოსავალი ამ პრობლემის მოგვარების. ერთ-ერთი და კომპონენტი ამისი არის სწორედ ინფრასტრუქტურაზე ფულის დახარჯვა სახელმწიფოს მხრიდან. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მასიურად გზების შეკეთება, კომუნიკაციების შეკეთება, სადაც საჭირო საავადმყოფოების აშენება, რკინიგზის გადატანა. ეს არის ყველა ის პროექტი, სადაც სახელმწიფო ხარჯავს ფულს, ხალხი საქმდება, ინფრასტრუქტურა თავისთავად რჩება და ის კვლავ ახალ ინვესტიციებს მოიზიდებს და რაც მთავარია, ეკონომიკაში იდება ფული, რომელიც ასევე სახელმწიფოს ეხმარება სხვა ახალი თანხების მოძიებაში. ეს ერთ-ერთი მეთოდია და ამ თვალსაზრისით მე ძალიან ვუყვარ, რომ მხოლოდ თბილისის მერია მუშაობს და ცენტრალური მთავრობის სხვა ორგანოები, მოდი ესე ვთქვათ, გაჩერებულები არიან და ამას განსაკუთრებით რეგიონებში კარგად ხედავს ხალხი. ამიტომ საჭირო არის ინფრასტრუქტურაზე მეტი ფულის დახარჯვა. სახელმწიფოს დღეს აქვს თანხები და ჩვენ უნდა დავხარჯოთ იმისათვის, რომ ხალხს დარჩეს ინფრასტრუქტურა და შეიქმნას სამუშაო ადგილები. ესე გადალახა ყველა ქვეყანამ, ვისაც ჰქონდა ეკონომიკური დეპრესია. ჩვენ ამ ეკონომიკური დეპრესიის წინ ვდგევართ. ამიტომ აუცილებელია მთავრობამ მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ეს დეპრესია ჩვენ ერთობლივად გადავლახოთ და აქ ბუნებრივია არანაირი პოლიტიკური განსხვავებები არ იქნება, ჩვენ მათთან ერთად ვიმუშაოთ ამ პროგრამის შესრულებაზე.